გამარჯობათ, პატივცემულო ტელემაყურებლებო. გადაცემა ბაგრატოვანი კვლავ თქვენთან არის და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს. მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, არაჩვეულებრივი პიროვნება. მოდით დავიწყებ ესე. საქართველოს სამეფო დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდის საპატიო წევრი და ორდენის კავალერი. და წარმომადგენელი ნიდერლანდების სამეფოში ბატონი გოჩა ლაღიძე. გამარჯობათ ბატონო გოჩა. გამარჯობათ ბატონო მამუკა. პატივცემულო საზოგადოებო. მოგესალმებით. ბატონ გოჩაზე რამოდენიმე ბატონ გოჩას საზოგადოება იცნობს განსაკუთრებით ადამიანები, ვისაც აქვს საბრძოლო იარაღებთან შეხება და ნაკეთობებთან შეხება ბატონ გოჩას იცნობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მე მოკლედ გეტყვით მის შესახებ ოფიციალური წიგნი არის გამოცემული. ბატონი გოჩა მე გვეტყვის ჩვენ ეს წიგნი ვინ გამოსცა, როდის გამოსცეს, რა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის თბილისი მონაწილეთა კატალოგი knife show, ანუ დანების შოუ, ესე რომ ვთქვათ, ამ წიგნს განახებთ აი ეს წიგნი გახლავთ. არაჩვეულებრივი წიგნია და თუ ჩაგივარდებათ ხელში, არ გაუშვათ ხელიდან. და რაც შეეხება ბატონ გოჩას. ესე იგი ლითონის მხატვრული დამუშავება, საჭურველ იარაღის დამზადება, ლითონის პლასტიკა, ქანდაკება, სამკაული, საეკლესიო დანიშნულების და საიუველირო ნამუშევრები, ანტიკვარული, ისტორიული იარაღის და ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია, კონსერვაცია. გოჩა მეიარაღეობით სკოლის პერიოდში დაინტერესდა, არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი და საქართველოს ხალხური რეწვის ოსტატი. 1994 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიდერლანდების სამეფოში. არის ნიდერლანდების მხატვართა კავშირის წევრი და ოქრო მჭედელთა გილდიის ოსტატი. 2006-2007 წლებში გახლდათ ანტერპენის ნატიფი ხელოვნების აკადემიის მიწვეული პროფესორი. მონაწილეობდა ათეულობით ჩვენებასა და გამოფენაში, როგორც ნიდერლანდებში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში. 15-ჯერ აქვს მოგებული გრან-პრი საუკეთესო ნამუშევრისთვის. დაჯილდოებულია ნიდერლანდების კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2009 წელს მუშაობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მოწვეულ რესტავრატორად. მისი ინიციატივით, ავტორობითა და დაფინანსებით შეიქმნა ქართველ მხატვარ მეიარაღეთა ინტერნეტ პორტალი. მოკლედ აი ეს მისამართი გამოჩნდება ეკრანზე და ნახავთ თქვენ, რომელიც დღემდე აქტიურად ემსახურება ქართული მესაჭურვლეობის ხელოვნების უკეთ წარმოჩენას და პოპულარიზაციას საქართველოში თუ საზღვარგარეთ. მონაწილეობდა knife show თბილისი 2022, 2023, 2024-ში ასევე თბილისი Art Knife Expo 2024-ში, 2023 წელს გაიმარჯვა კატეგორიაში საუკეთესო ტრადიციულ სტილში შესრულებული ნაკეთობა, ხოლო 2024 წელს კატეგორიაში წლის ინოვაცია არის საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის გამგეობის წევრი. ბატონო გოჩა, ეს არის მე ვფიქრობ ძალიან მცირედი ინფორმაცია, რაც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ თქვენ უდიდეს ხელოვანი ადამიანები ბრძანდებით და ამის გარდა რა ვიცი, უამრავი მიმართულებით ეს სამხედრო მიმართულება იქნება, ეს ბევრი მიმართულებით შეგვიძლია ვისაუბროთ თქვენთან დაკავშირებით და ჩვენი გაცნობა პატივცემულო ტელემაყურებლებო იყო ძალიან საოცარი, როდესაც არ ვიცი, ისე ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი მეგობრობა და
მისი პიროვნება იმდენად აი როგორ თქვა აბსოლუტურად ზუსტად ესმის რასაც აკეთებს, ზუსტად ესმის გარესამყაროსი, ზუსტად ესმის ადამიანური თვისებების უდიდესი პოტენციალი ანათებს მისი სულიდან. ბატონო გოჩა, აი თქვენ საქართველოს სამეფო დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდის ორდენის კავალერი ბრძანდებით და წარმომადგენელი ნიდერლანდების სამეფოში და ჩვენ სხვათა შორის უახლოეს პერიოდში ახლა მზადდება სიუჟეტი, რაც იქ ხდებოდა შატო მუხრანში და შემდგომ აუცილებლად ჩვენ გადაცემაში ამას გავუშვებთ და სრულ ინფორმაციას მივაწვდით მაყურებელს როგორ იყო რა პროცესები იყო, რა დონეზე გაიმართა ეს ყველაფერი და აი ეს ორდენი არის თქვენი ორდენი, რომელიც გადმოგეცათ და მე მინდა რომ პატივცემულ ტელემაყურებელს ვაჩვენო ეს ორდენი. აი ეს ორდენი გახლავთ და მე ბულოცავ ბატონ გოჩას და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ძალიან ბევრს გავაკეთებთ აი ამ შემოქმედებითი კუთხით და სახალხო დიპლომატიის კუთხით ჩვენი ქვეყნების საქართველოს ნიდერლანდების და ზოგადად ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში, უფრო დაახლოებაში და ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც მოგვეცემა დავისდავად. ბატონო გოჩა, მოკლედ ახლა ისე რო არ გამომივიდეს რომ მხოლოდ მე ვისაუბრო თქვენზე და მე არ მომბეზრდება თქვენზე საუბარი, იმიტომ რომ თქვენ ჩემი არა მარტო დინასტიური ფონდის წარმომადგენელი ბრძანდებით და ორდენის კავალერი, არამედ ჩვენ მეგობრები ვართ და მინდა რომ აი მეგობრულად ჩვენს ტელემაყურებელს მოუყვეთ თქვენ შესახებ, თქვენი შემოქმედების შესახებ, თქვენი ხელოვნების შესახებ, ანუ ეს ყველაფერი როგორ დაიწყო, რანაირად დაიწყო და როგორ ხდება, როგორ მოხდა ამ ყველაფრის მერე სინათლის მსოფლიო დონეზე ესეთი წარმოჩინება. გთხოვთ ბატონო გოჩა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემზე მოგიყვებით რომ მე დავიბადე თბილისში 1965 წელს, ვსწავლობდი პირველ ექსპერიმენტულში. სადაც ყავდა ძალიან მაგარი პედაგოგები, რომლებიც ვიწყობდნენ ექსკურსიებს საქართველოს ისტორიულ კუთხეებში, ციხესიმაგრეებში და ეს ბავშვობიდანვე შეიძლება ბრჭყალებში თქვათ მოვიწამლე ამ საქართველოს ისტორიით და ამ ძველი ბრძოლებით და ეს გმირული გამარჯვებებით საქართველოს ისტორიით ესე რომ თქვათ. შემდეგ 3 წელი ვსწავლობდი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, სადაც გვასწავლიდა ისტორიის მასწავლებელი ყავდა ჯუანშერ ჯურხაძე. ეს პიროვნება იყო. დიდოსტატის მარჯვენაში თამაშობს ზვიად სპასალარს. არ იყო თვითონ მსახიობი, მაგრამ ტიპაჟი ქონდა ისეთი. 3 თითით ღუნავდა 5 კაპიკიანს და მე კეცავდა, როგორც არსენა მანეთიანი გაღუნა იმ ფილმში. ანუ ისეთი ეს პიროვნება იყო ჩვენი რაღაც აი კოლორიტი იყო ადამიანი ლეგენდა. და მასთან შემთხვევით მოვხდი ოჯახში და ვნახე ეს ქართული საჭურველი, ჯაჭვსპერანგები, ფარები, ხმლები, სხვა სახის. ძალიან რაღაც აი ისეთი შთაბეჭდილება მივიღე რომ მე-9 კლასში ვიყავ. რომ მინდოდა აი მეც მქონოდა ესეთი რამ, ესეთი ჯაჭვსპერანგი და მოვინდომე რაღაცნაირად არ ვიცი როგორ მოხდა ეს ავტომატურად ვერ ვიხსენებ დეტალებს, მაგრამ გავაკეთებ ჯაჭვსპერანგის პატარა ნაჭერი, ქსოვა ვისწავლე, იქ რომ მასთან შემდეგ ბევრჯერ მოხდი ხოლმე, ბევრჯერ მიწევდა თვითონ მოწონდა ეს რომ ჩემი ინტერესი და დავამზადე ეს ჯაჭვსპერანგის პატარა ნაქსოვი. ისე მოეწონა ეს ჩემი იდეა რომ რაღაც მაჩუკა თავისი გაკეთებული ფარი, ქართული ფარი, რომელიც ახლა სახში მაქვს ჩემ კოლექციაში, 21 წლის რო იყო მაშინ გაკეთებული.
საოცარია. შემდეგ მოვინდომე და გავაკეთე ხევსურული ჩაჩქანი. ზოგჯერ ეძახიან გუდამაყრული ჩაბალახი. ეს არის ჯაჭვის პერანგის ჩაჩქანია ფოლადის ფირფიტის. ფოლადის ფირფიტის გაჭედვაში თვითონ მომეხმარა ჯუანშერი ტყვის გდემლზე, ესე იგი ერთად გავჭედეთ და შემდეგ ამ მავთულებს აი მახსოვს შოულობდი, როდესაც კორპუსები შენდებოდა, მუშები ზამთარში თმებოდნენ რეზინის საბურავების უკიდებელ ცეცხლს. დიახ. იქიდან რჩებოდა მავთული, აი მავთულებს ვაგროვებდი, შემდეგ ვახვევდი, ჭრიდი, ჭედავდი, თითოეული რგოლი ჩემი გამოჭედილი იყო, არ იყო უბრალოდ ყველა რგოლი იყო ნაჭედი. კოლოსალური შრომაა ეს და თან ისეთი საკმაოდ დეტალებს. დიახ, თითოეულ რგოლს დაახლოებით 4 ჩაქუჩის დარტყმა უნდა. თან უნდა დაბრწყდეს თანაბრად და წარმოიდგინეთ 10,000-ობით და 100,000-ობით დარტყმა მაქვს გაკეთებული და ამან ხელი გამივარჯიშა უბრალოდ შემდგომისთვის. ეს ჩემდაუნებლიათ, იმიტომ რომ რო არ დაჭედო რგოლი, რაღაცნაირად არაბუნებრივი გამოდიოდა. შემდეგ იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტი კომაროვის შემდეგ იყო სამხედრო სამსახური უკრაინაში მსახურობდი 2 წელი. ესე რომ თქვა ტანკისტი გავხდი. რომ ჩამოვედი გავაგრძელე სწავლა ტექნიკურ უნივერსიტეტში, მერე დაოჯახდი და აი მაშინ დაიწყო უკვე სერიოზული დაინტერესება რომ აღმედგინა ეს თლიანად ეს ქართული საჭურველი, კერძოდ ხევსურული აბჯარი. ეს მაშინ საერთოდ არავინ არ მუშაობდა ამაზე, ესე რომ ვთქვათ, აკეთებდნენ სოლანი არსებობდა ესეთ დაწესებულება, სუვენირ ხანჯლებს, 1 ან 2 მუშაობდა ცოტა უფრო მხატვრული იარაღებზე, ეს იყო გურამ გოგიშვილი და გურამ გაბაშვილი მხატვრები და აი მეტი არავინ. და აი მაშინ დავიწყე ეროვნულ მუზეუმში, მაშინ ერქვა საქართველოს ისტორიის მუზეუმი, იქ იყო მესამე სართულზე ხევსურული აბჯარი და სხვა იარაღებიც. იქ მივდიოდი, ფოტოაპარატი არ მქონდა, ესე იგი ამ რვეულში, ის რვეული ახლა შენახული მაქვს, ვიხატავდი ამ ვიტრინის უკან როგორი იყო და ესე ზეპირად სწავლობდი ამ ხევსურული იარაღს, ხევსურული აბჯარი შედგება. და მე ამას რო გადმოიხატავდით, ამას მე ამზადებდი. დაახლოებით სახაზავიც მქონდა, ესე ვიტრინის უკან ზომავდი. შემდეგ მიმართე კოტე ჩოლოყაშვილს, ეს იყო ბატონი კოტე, რომელიც იყო მაშინ იარაღის ფონდის მცველი ეროვნულ მუზეუმში და მან შემიყვანა ფონდებში, სადაც უკვე უშუალოდ ხელით შევეხე ამ ქართულ საჭურველს და დავამზადე ეს ხევსურული აბჯრის ერთი ანაკრები, ესე რომ ვთქვათ. თავისი ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგის სამკლავეები, საფუხრეები, საფუხრე არის ჯაჭვის ხელთათმანები, ქამარი, ხმლის საკიდი, სამხარიღლიო, დაშნა ხევსურული ხანჯალი და საჩერნენი. საჩერნენი არის ფეხებზე გასაკეთებელი ჯაჭვი. საბარკო. და საოცარი განცდა არის თან ამას რო ამზადებთ, ხომ? აი ეს ხო მეომარია, ის გადის ბრძოლაში, ანუ ის დროთა განმავლობაში მიიღო ეს ფორმა, ხო? იქ რამდენი იფიქრეს, ხო, როდესაც ამზადებდნენ ამას და ყველა დეტალია გათვლილი და აი სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა, ანუ სიკვდილზე მიდის ადამიანი ბრძოლაში რო შედის, ხო, ანუ ამის ყოველთვის მზად არის და აი ამის აღჭურვილობა, ფარი, რომ აი იყოს მისი დაცულობა, რამდენად მნიშვნელოვანი და ხარისხი. და ხარისხი. რა თქმა უნდა, ხარისხი იყო გადარჩენის პირველი სულ აი ვაკვირდებოდი, იმიტომ რომ ესე ბრმად აი საინტერესოა ეს განცდა მინდა ზუსტად რომ აი გადმოვიდე. ბრმად მაგალითად ხევსურული ფარი არის ბევრნაირი და აი სხვადასხვა მოდელებს ვნახულობდი და რაღაც ჯერ ესთეტიურად უნდა ყოფილიყო ხარისხობრივად ძლიერი და შემდეგ ლამაზი. აი ესე უყურე ჯაჭვის პერანგის მაგალითად რგოლების დამუშავება, ფოლადი, ხმლის ფოლადი უნდა ყოფილიყო ნაწრთობი. სულხან საბას უწერია რომ
ხმალს აღწერს რაღაც საოცრად ბევრი სიტყვებით, მაგრამ მოკლედ ამბობს, რომ ძვალთა და რკინათა მკვნეტელ დათვით უნებელ. აი ეს არის ხმლის ყველაზე მთავარი ღირსება. და აი ამას ვთვლობდი ჩემი ხმლებით ლურსმნებს ჩეხავდი, არ უნდა დატყობოდა ზედ. და ეს რო გავაკეთე, ეს შევასრულე ეს კომპლექტი, ჩემი მშობლები მუშაობდნენ მაშინ ცეკას გამოცემლობა ერქვა. და იქ იყო ესეთი გაზეთი ახალგაზრდა კომუნისტი, რომლის რედაქტორი იყო პაატა ნაცვლიშვილი. და მათ გააკეთეს ჩემზე საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი გაზეთში, გვერდით ბიტლზი მღეროდა ესეთი, რადგან ბიტლზი მიყვარდა ძალიან და მუშაობის დროს ჩართული ჰქონდა ხოლმე და ეს ძალიან ესეთი სინთეზური მომენტი ახლა ბიტლზები და ამ დროს აბსოლუტურად ქართული ძველი ტრადიციული იარაღი. და ესე მთხოვეს რომ ჩამეცვა ეს აჭვი რუსთაველზე გამიარა და ძალიან მერიდებოდა ძალიან არა, მაგრამ ხათრი ვერ გაუტეხე. ჩავიცვეს ჩემი შექმნილი აბჯარი და რუსთაველზე და თან თვალს ვარიდებდი, ხალხი მიყურებდა, ეს იყო და ფოტოგრაფი იღებდა თავის საქმეს. და ეს რო გავიდა, შემდეგ უკვე ტელევიზია დაინტერესდა. საქართველოს პირველი არხი იყო ხალხური შემოქმედების რედაქცია, ქალბატონი დელა კვაჭაძე იყო რედაქტორი, შემდეგ დაინტერესდა ვრემიას კორესპონდენტი, აღარ მახსოვს სახელი, ცნობილი ჟურნალისტი. და ამის შემდეგ უკვე დავიწყე ვიღებდი დაკვეთებს. ქართველი მხატვრებისგან პირველი ჩემი დამკვეთები იყვნენ ქართველი მხატვრები, პროფესორი ნიკო ხერკელაძე, კიდე სხვა მხატვრები და ცნობილი მხატვარი არც გარდაცვლილი ზურაბ წერეთელი. რომელმაც მომცა ძალიან დიდი დაკვეთები, ჯერ ხევსურული აბჯარი დამიკვეთა, შემდეგ მითხრა, რომ ეს მონუმენტალურად გამიზარდე ორჯელო. გოლიათის აბჯარი ესეც შეუსრულე და მოკლედ ჩემი ასაკისთვის ძალიან ისეთი რაღაც საქართველოში იყო ეს დაძინებული პროფესიის გაღვიძება. ჩემს გარდა არავინ არ აკეთებდა ამას, ეს იყო 87, 86, 87, 88, 89 წელი. უდიდესი საქმე წამოიწყეთ თქვენ. ეს მართლაც მიძინებული იყო და ამის ეს გააცოცხლეთ. ამითი გააცოცხლეთ თელი ჩვენი ისტორიული წარსულის ისტორიის გარეშე და ფესვების გარეშე და ამის გარეშე მომავალი არ არსებობს. მე სულ მაქვს ხოლმე აქცენტი, რომ ჩვენ სულ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, რაც ნამდვილად ესეა და ყოველთვის ცივილიზაცია იყო იქ ჩვენ ვიყავით, ყოველთვის ნაწილი ვიყავით ცივილიზაციის და ძალიან მინდა რომ მომავალიც აი პატრიცემულთა მაყურებლებო ხაზი მინდა გავუსვა რომ აი დღესვე მოხდეს და დღესვე დაიწყოს ის პროცესები რა პროცესებიც ჩვენს ქვეყანას აწმყოში აი ეხლა ამ პერიოდში ამყოფებს ბედნიერს და გახარებულს ანუ ეხლაც ვიქნებით ოქროს ხანაში აი ეს იმის სურვილი მაქვს რომ წარსულს მოუაროთ ამ წარსულის გამოცდილებით აწმყოში მოვძლიერდეთ და აწმყ შევქვნათ აი ძლიერი სახელმწიფო და ისეთი რომელიც გვეკადრება ესე რო ვთქვა და ეს უდიდესი საქმე არის იმიტომ რომ თვითმყოფადობა ჩვენი კულტურის თვითმყოფადობა აი ეს სუნთქვა ეს ხო ცოცხალია ყველაფერი და თქვენ ეს გააცოცხლეთ და გამოიტანეთ რა ეს უდიდესი საქმე არის უდიდესი ეროვნული საქმე არის და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მე ბაგრატიონების სახელითაც აუცილებლად მინდა რომ აი ტელემაყურებელმა ეს პირდაპირ გაიგოს ეს ყველაფერი რომ ჩვენ მივესალმებით და ვცდილობთ ყველანაირად რომ ეს ჩვენი კულტურა და ჩვენი თვითმყოფადობა იყოს დაცული და წარმოჩინებული და აი თქვენ არ ვიცი ძალიან დიდი მადლობა ამისთვის რომ ესეთ გააგრძელოთ ახლა გთხოვთ უკაცრავად ცოტა რთულია მაგრამ მაინც მინდა რომ მოკლედ რა თქმა უნდა აუცილებლად ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი რომ
თქვენნაირ ადამიანს ახალგაზრდებმა უნდა გაიცნონ უფრო ახლოს და რა ვიცი, უნდა ქუჩაში მოვიდნენ, გაგესაუბრონ, გითხრან, რომ აი რა ეს ანუ პირიქით არის ესეთი გამოთქმა ხო იცით სახარებაში, რომ სანთელს არავინ დგამს მაგიდის ქვემოთ. ისაც სინათლე და ის რაც ესეთ არის ყოველთვის მანათობელია და მე გამგზის არემარეს გამშუქებელი ის უნდა იდგეს ყოველთვის მაღლა. და ეს პიროვნება ხართ თქვენ. მადლობა. გავაგრძელებ. დიახ, გააგრძელეთ გთხოვთ. იყო ესე იგი მის მერე მქონდა ორი დიდი გამოფენა, ერთი იყო პირადი კერძო გამოფენა, პერსონალური გამოფენა არა, ნამუშევრები წაიღეს ავსტრიაში, ინსბრუკის მერიაში იყო ჩემი ხევსურული აბჯარი გამოფენილი. 3 თვის მანძილზე ეს გააკეთა კულტურის სამინისტრომ და შემდეგ იყო მხატვართა სახლში გამოფენა, მიმიწვიეს ღიაცქვეშ მუზეუმში სახელოსნო მომცეს იქ და 2 წელი იქ ვიყავ. შემდეგ დაიშალა საბჭოთა კავშირი 91 წელს, საქართველო გახდა დამოუკიდებელი, ყველას ხარო და მაგრამ ფაქტიურად მოთხოვნილება ისეთი ძალიან ნაცრისფერი პერიოდი დაიწყო მე ომები და მაგ დროს ვიყავი უკვე სამხედრო სტრუქტურაში 4 წელი. რაზეც ძალიან გული გამიტყდა იქაც ესე რომ ვთქვათ იდეალები დამემსხვრა და გადაწყვიტე ისევ ჩემი ორი ხელით გამეკვალა გზა შემდგომისთვის და წავედი ემიგრაციაში ნიდერლანდების სამეფოში. ნიდერლანდები ავირჩიე იმიტომ რომ ქონდა ინფორმაცია რომ იქ ქართველები ომობდნენ და იყო ქართველებს იქ ძალიან დიდ პატივს სცემდნენ. იყო ქართული საძმო სასაფლაო და თუმცა სტრატეგრი არ იყო, მაგრამ აღმოჩნდა შემდეგ, მაგრამ აი ნიდერლანდებში ვიყავი. ესე იგი, ნიდერლანდებში ცხოვრების მეორევე წელს მიმიწვია სამეფო მუზეუმში გამოფენა პატარა ღია კარის დღეზე გამოფენა გავაკეთე, ვაჩვენე ჯაჭვის პერანგი როგორ კეთდებოდა. ესე იგი ჯაჭვის პერანგის თვითონ გოლი უნდა იყოს დაჭედილი, შემდეგ ერთმანეთზე დადებული, გახრეტილი და ფარეშით დამოკლონებული. და ეს პროცესი ვაჩვენე როგორ კეთდება თავიდან ბოლომდე და იქ იყო უამრავი დამსწრე, 2 დღე გრძელდებოდა. ბავშვებიც იყვნენ და სულ აი რაღაც მოეწონა უკან საქართველოს დროშა მქონდა. და შემდეგ რამდენიმე კონტაქტის შემდეგ მომცეს ჰოლანდიის სამეფო მუზეუმმა, ეს იყო ზუსტად რო გითხრათ, თავდაცვის სამინისტროს მუზეუმი, რომელსაც ერქვა ნიდერლანდების სამეფო სამხედრო და იარაღის მუზეუმი. იყო ქალაქ დელფტში, სადაც არის ორანელების საგვარეულო სამარხები. არის ძალიან ძველი ქალაქი. იქ იყო ეს მუზეუმი. და შემომთავაზეს, ესე იგი, ნიდერლანდელებს ჰქონდათ 80 წლიანი ომი ესპანელებთან მე-17 საუკუნეში, 1017 საუკუნეში და მაშინ იყო ნიდერლანდების მეფე არ ყავდათ, იყო აი ქვეყნის თავი, სტატჰაუდერ, ქალაქი მმართველი, იყო პრინც მაურიც ორანელი, რომელმაც ჩამოაყალიბა რეგულარული არმია და ის იყო მთავარი ფიგურა ნიდერლანდების რეგულარული არმიის ჩამოყალიბებელი, იყო ქვეყნის მმართველი იყო, მაგრამ ამ დროს ცხოვრობდა კაზარმებში, იყო უბრალო ჯარისკაცივით და ის იყო მთავარი ფიგურა და იყო ამ 80 წლიანი ომი დამთავრდა ზავით, რომელიც დაიდო ქალაქ მუნსტერში, გერმანიაში და ამ ზავისადმი მიძღვნილი 400 წლის იუბილე. რომელზეც ნიდერლანდების 4 დიდმა მუზეუმმა, ეს სამხედრო მუზეუმი, რაიქს მუზეუმი, სადაც რემბრანდტი და კიდევ 2 მუზეუმმა თავიანთი თემით გააკეთეს გამოფენები და სამხედრო მუზეუმმა ეს სამხედრო ასპექტით, სადაც ეს პრინც ორანელი იყო მთავარი ფიგურა. და ზუსტად ამ დროს ჰქონდა მე ეს გამოფენები, ეს მთავარი კონსერვატორი და მეორე კონსერვატორი ძალიან პოზიტიურად ჩემს მიმართ და წერილი მივიღე სრულიად მოულოდნელად, ეს წერილი
ჯერ მარტო ის სამეფო მუზეუმიდან გვირგვინებით ფარველი ბატონი ნიდერლანდების უმაღლეს მისი სამეფო უდიდებულესობა პრინც ბერნარდი ნიდერლანდების და ესეთი რაღაცები წერია წერილზე ისე საბჭოთა რომ მივიღეს წერილი და თავაზობდნენ რომ ამ პრინც ორანელის აბჯრის ასლის შესრულებას და თან ახლდა ამ წერილს 33 ფოტო A4-ზე პროფესიონალი ფოტო და თხოვდნენ რომ გამეკეთებინა შეთავაზება. ეს თვითონ ეს ორიგინალი აბჯარი იმყოფება დღესაც Kunsthistorische Museum ვენის ჰოფბურგში. სადაც აი ბუნებრივად არის ამ მონარქების და პრინცების და ესეთი ცნობილი ხალხის აბჯრები თავი იმავე დროიდან აგროვებდა ეს მუზეუმი. და პრინც მაურიც ორანელმა დიპლომატიური თვალსაზრისით აჩუქა ეს თავისი სამხედრო კოსტუმი. ამდროს ნიდერლანდებში არა აქვთ ეს. არა აქვთ. არც ჰერცოგ ფერდინანდ ფონ ტიროლ ესეთი იყო მართველი ავსტრიაში, რომელიც ფანატიური კოლექციონერი იყო და აგროვებდა მნიშვნელოვანი პრინცების და მეფეების აბჯრებს და აი ეს დიპლომატიური საჩუქარი გაუგზავნა. იქ იყო შემონახული. რა თქმა უნდა, პრინც ორანელს ექნებოდა სხვა აღჭურვილობაც, მაგრამ არ არის ცნობილი, ჰოლანდიას არ ქონდა ნიდერლანდებს. არც ერთ კოლექციაში და აი ეს თხოვეს. შემდეგ წავიდა მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიდერლანდების და ავსტრიის ეს ნებართვა რომ ეს დამეშალა ეს აბჯარი და მივიღე ამაზე ნებართვა. გაფორმდა ხელშეკრულება 22 გვერდზე გადაჭიმული ეს ყველა დეტალი აბსოლუტურად 4-ხად გაიყო ეს ხელშეკრულება ჯერ მუზარადი შემდეგ კომისია მუზარადზე მეტყოდა კარგია შემდეგ კერდის აბჯარი მთელი ის პროცედურა იყო და ყველა გვერდზე პეჭდები და ასე რაღაც ჩემთვის იყო სხვა სამყაროში მოხვედრა ჩამოიტანეს ნიდერლანდელებმა ეს აბჯარი დროებით თვითონ ავსტრიელებმა ჩამოიტანეს 1 წლით რომ იქ გამოფენილიყო და მე შემძლებოდა მისი აზომვა შესწავლა. და მუშაობა ამაზე ყველაფერი. დიახ და 1 წელი და ხელშეკრულება მოწეს ფაქტიურად თავდაცვის სამინისტრომ გამიფორმა ხელშეკრულება ამ აბჯრის შესრულებაზე. ეს გაგრძელდა ზუსტად 9 თვე, 9 თვე და ცოტა მეტი. და აი ეს პროცესი ჩემთვისაც ახალი იყო, უბრალოდ ქართული საერაღო კულტურა სხვა არის ვიდრე ევროპული ჯავშანი, ეს ყინის კაცია, ესე იგი ფაქტიურად და ეს უნდა გამოიჭედოს. თან ექსპერტებმა ესე იგი მთელი კომისია იყო, იმათმა უნდა მიიღონეს და თქვან რომ მაგრამ ისე გააკეთეს ჭკვიანურად, რომ ჯერ მუზარადი იყო. ის მუზარადი რო არ მოწონებოდა, დამთავრდებოდა ყველაფერი. შენ მეორე კონტრაქტს აღარ მოვაწერე. ანუ ისეთი მომენტი იყო, რომ თან უკვირდებოდნენ, რომ ყველაფერი. კი, შემდეგ ხელის აბჯრები, თავისი საბრძოლო ხელთათმანები და ბოლო იყო ფეხის აბჯრები და მე აღარც მიმოწმებდნენ. ეს მუზარადი რო შეამოწმეს, ესე გახსნეს, ესე იგი უნდა გაიხსნას. ეს იყო 2000 საათი ვიმუშავე, იმიტომ რომ ეს თავდაცვის სამინისტროს უწყება ძალიან თხოვდა რომ ყოველ დღე გამეკეთებინა აღნიშნვა რა გავაკეთე და რამდენი ვიმუშავე და ამიტომ ვიცი ზუსტად ეს საათები. ეს აბჯარს სწავლობდი თეთრი ხელთათმანებით, სხვადასხვა ინსტრუმენტებით, ზომავდი შაბლონებით. ამას მოყვა დიდი პრეზენტაცია ნიდერლანდების მთავარი არხებმა გააშუქეს RTL ნიდერლანდ პირველმა მეორემ RTL 7 და ამას მოყვა შემდეგ სერია დაკვეთების, სახელმწიფო დაკვეთების, სხვა მუზეუმმა დამიკვეთა კიდე ჰოლანდიის გმირის იანوان შხაფელარ, ესეთი გოთური საჭურველი. შემდეგ ნიდერლანდერის შუბოსნის საჭურველი, იგივე სამეფო მუზეუმმა და შემდეგ ბავშვის აბჯარი. ბავშვის აბჯარი და სულ ყველა ეს პროექტი იყო ამ პროექტის შემდეგ იყო პრეზენტაცია, ტელევიზია, გაზეთები, ჟურნალები და სახელმწიფო დაკვეთები. რამოც ესე დაიწყო ჩემი ფაქტიურად გახდით თქვენ ნიდერლანდების სამეფოს ერთ-ერთი გმირი. იმიტომ რომ თქვენ დაამზადეთ მათი ესე იგი ნომერ პირველი ეს შეიძლება ითქვას მეომრის და მებრძოლის
და ნუ ფაქტურად მეფის ახლა შეიძლება მეფეს არ ეძახდნენ მას, მაგრამ ის იყო მთავარი მმართველი, ხო? მისი ანუ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ხო, ეს მისი აბჯარი და მთელი აღჭურვილობა, ხო და ეს რა თქმა უნდა და მათ დაფასება იციან და ძალიან დიახ და მაშინ იყო ის პერიოდი იყო ნიდერლანდების კულტურის სამინისტრომ, კულტურის მინისტრმა წერილი არის ესეთი, სადაც ის ესე იგი ამ წერილში არის მოტივირებული და შემდეგ დასკვნა გამოტანილი, რომ ჩემი შემოქმედება არის მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ნიდერლანდების კულტურაში. ამასაც წერს ხალხის კულტურის მინისტრი და ამის შემდეგ მივიღე ნიდერლანდების მოქალაქეობა. სრულად დამსახურებულად და ღირსეულად რო იტყვიან. შემდეგ უკვე როგორ მოხდა იცით, საქართველოს ჩამოვედი 2007 წელს იყო პატრიარქის უწმინდესი და უნეტარეს ილია მეორის დაბადების დღე, დეკემბერი იყო და ქარვასლაში მქონდა გამოფენა. ეს ჯგუფური გამოფენა იყო, მე ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი და ჩამოვიტანე რამდენიმე ნამუშევარი. შემდეგ ვეწვიე ეროვნულ მუზეუმს, ეს ყველაფერი შუქდებოდა საქართველოს პრესაშიც და მიცნობდნენ უკვე ქართული საზოგადოება მეტნაკლებად და ეროვნული მუზეუმის კურატორმა მკითხა ერეკლეს მეორის ხმლის ასლს, ხომ არ დაინტერესებოდით რომ შეასრულოთ. რა თქმა უნდა, ხა ეს ერეკლე მეორის ხმალი მუზეუმში რომ სწავლობდი ხელსურულ აბჯარს, მეორე სართულზე ეკეტა. აქეთ ნაპოლეონის ხმალი იდო, აქეთ ერეკლე მეორის ხმალის შამშირი, ესე იგი ირანული ერეკლე მეფის სურათი, მისი თოფი და ამას გვერდს ვერაულიდი. იმდენჯერ მქონდა აი ვიდექი იმის წინ და უყურებდი. უბრალოდ ის იყო ირანული ხელოვნების შედევრი, ეს ერეკლე მეორის ხმალი. და იმის გაკეთებაზე მაშინ ვერც კი ვიოცნებებდი. მაგრამ ეს რომ მითხრა მამუკა ქაფიანიძემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იარაღის და ძვირფასი ლითონების ფონდების მთავარმა კურატორმა, დოქტორია მამუკა, ღამე ვერ დავიძინე და მეორე დღეს მივედი მამუკასთან და კი რა თქმა უნდა მაინტერესებს ხო და დაიწერა მიმართვა ესე იგი ეროვნული მუზეუმის დირექტორის მიმართ, რომელმაც მომცა ნებართვა, რომ შეხვებოდი ამ ხმალს, გამეზომა ამეწონა და ზუსტი ფოტოები დამეხმარა პროფესიონალი ფოტოგრაფი და ესე იგი 3 წელი მუშაობდი, რომ ეს ხმალი შემექმნა, ასლი. სრულფასოვანი ასლი, რომელიც წონით, ზომით, ბალანსის წერტილით, ხარისხობრივად იქ იყო დეტალები, მაინც მე-18 საუკუნე და 21-ში უფრო დახვეწილი გრავირები. არ ვცდილობდი, რომ ზუსტად ის რაღაც პატარა შეცდომა რო იყო, ის გამომეორებინა, იმიტომ რომ მაგრამ ეს თავარი წონა, ზომა და ესეთი რაღაცეები ზუსტად შევასრულე და ამას მოყვა მე ქართული ისევ დაუბრუნდი საქართველოში, ესე რომ ვთქვათ, ეს ქართული და კავკასიური ტიპის იარაღების შექმნა, საავტორო იარაღების და მთელი სერია მაქვს გაკეთებული. დღემდე მოვდივარ ამ ხაზით, პარალელურად ვახდენ ძველი ანტიკვარული იარაღების და ხელოვნების ნიმუშების რესტავრაცია, კონსერვაციას, რაც არის ჩემ თავარ შემოსავლის წყარო და პარალელურად მუშაობს საავტორო იარაღებზე, რომლებიც გამაქვს გამოფენაზე უკვე 20 წელია მონაწილეობდა. დღემდე მოვდივარ ესე და ახლაც გამოფენაზე ვარ ჩამოსული თბილისში. იყო 10 მაისი ქონდა ჩვენ. მე მქონდა პატივი რომ ყოფილიყავი ბატონო გოჩამ დაგპატიჟამ. და ჩვენზე მოყვები როგორ 2024 წელს, 2023 წელს იყო თბილისის შოუ, თბილისის იარაღის მხატვრული იარაღის შოუ ოქტომბერში და ბატონ მამუკას Facebook-ში მეგობრობდით დაუსწრებლად რა და არც კონტაქტი ქონია, უბრალოდ რომ ვაკვირდებოდი ბატონ მამუკას, ესე იგი საბრძოლო ხელოვნება თან პირველ რიგში ბაგრატიონთა
წარმომადგენელი ეს უკვე ჩემთვის ძალიან დიდი რამე, იმიტომ რომ ისტორია რომ მიყვარს და იქ უკვე სხვაგანა ვარ. შემდეგ საბრძოლო ხელოვნება და რაღაც მორიდებულად ვკითხე, რომ გამოფენაზე ხომ არ მობრძანდებოდ თქო და იქ აქედან დაიწყო ჩვენი გაცნობა, დამეგობრება. იყო ბატონი მამუკა მობრძანდა იქ წარმომადგენელი იყო კიდევ ბაგრატიონთან ლევანი თუ არ ვსწრები. ლევან ბაგრატიონი რა. მეუღლე იყო თქვენი და ინდო და იყო ჩვენი ფონდის წარმომადგენელი ინდოეთში და აღმოსავლეთის ქვეყნებში ბატონი დარპან პრაშერი. მოკლედ იქ მქონდა ჩამოტანილი მაშინ ეროვნულ მუზეუმში ინახება ეგრეთ წოდებული ბაგრატიონების ხმალი, რომელიც старიც არის გაძარცვული ან დაკარგული, ალბათ წითელი თვლები ქონდა და ულამაზესი ქართული ხმალი არის, გორდა. და ეს ამ ხმლის რესტავრაცია მე გავაკეთე ეროვნულ მუზეუმში რამდენიმე წლის წინ და ისე მომეწონა რომ მსგავსი ხმალი შევქმნი და ბატონ მამუკას ესე იგი ხელიდან ვერ ისე ეჭია თან მართლაც კარგი ხმალია, აი ბალანსირება, ხელში ჯდება და ენერგეტიკა, საოცარი ენერგეტიკა აქვს, თან ქართულია. ზედაწერია მე ვარავი მუსაიფი კახტ ბატონის ირაკლისა. და მეორე მხარეს კიდე ლექსია, გორდა ხმალი ჩემი დარი ცისქვეშეთში არის განა. კოხტაურად სატორღვები ღვთით კურთხეულ უარისგანა, ესე იგი ბაგრატიონთან ღვთით კურთხეულ და ეს იყო ჩვენი დამეგობრება. აი თხელი რომ მოვკიდე, ვეღარ ვუშვებდი, ხა მე აღმოსავლური ორთაბრძოლების ექსპერტი ახლა ვართ ვინც არის ის ნუ ვინც მიცნობს და იცის და საბრძოლო იარაღებთან და ხმლებთან განსაკუთრებით აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება მაქვს. გენეტიკური მეხსიერებიდანაც არის ეს არა მარტო თქვათ ის ტექნიკის ცოდნა, არამედ ის რომ გრძნობ ჩემთვის ეს ცოცხალია, ანუ გრძნობ და ბატონი გოჩას დამზადებული იარაღია ეს რო შევხედე და ხელი მოვკიდე, ვეღარ უშვებდი, იმიტომ რომ თვითონ მოძრაობდა, თვითონ ლივლივებდა, თვითონ იძლეოდა მიმართულებას. ანუ ეს ვერ აგიღწევთ ამაში შეუძლია თუმცა აღქმა აბსოლუტურად ყველა ადამიანის სულში იბადება. აი და არ უნდა აი ბევრი სიტყვებს აღარ ჩავდებ ამაში, ეს საოცარი განცდა იყო და შედგა ზუსტად მაშინ ჩვენი ეს დამეგობრება, აი კონტაქტი, რომელიც დაიწყო და დაიწყო. საოცარია ეს ცხოვრება. ნამდვილად. მართლაც. და მით უმეტ თქვენი სიყვარული ისტორიის მიმართ, აი მე ავიღებ ახლა იარაღებს, ბატონი გოჩას დამზადებული იარაღებს, ეს არის აი ვერ წარმოიდგენთ, როგორი სინატიფით, როგორი აი ყოველი დეტალი, აი ყოველი თვითონ აი ნებისმიერი, აი როგორ თქვა, არა მარტო დეტალი, რომელიც აი ამ იარაღებს გააჩნიათ, არამედ შემიძლია თქვა, რომ აურაც მის გარშემოც კი ისეთი ენერგეტიკა აქვს რაღაც საოცარი, მართლაც საოცრებაა და აი ვერ მალავ მე აღთოვანებას და ის სხვათა შორის მათემატიკური ნიჭის აბსოლუტურად ჰარმონიული შერწყმა შემოქმედებით ფორმაში ეს ძალიან ისეთი სინთეზია რა, აი კომაროვი ახსენეთ, მათემატიკა ამას თითოეულ დეტალს მათემატიკურობაც უნდა და აი შემოქმედებითი სულიც. და აი ამის სინთეზი ძალიან საოცრად არის რა მართლა თქვენს იარაღებში და არ ვიცი, აი ჩემთვის საოცრებაა რა შეხება ამ იარაღებთან. არაჩვეულებრივი იარაღი არის აი ეს რომელიც ესე იგი რო ვთქვათ ერთია. აი ერთია, მაგრამ სინამდვილეში იხსნება და ხდება ორი. მე მგონი ხა სწორად გავაკეთებ, იმიტომ რომ ამაზე წინ საბრძოლო აი ხდება ორი. ამას როგორ ეძახიან ბატონო გოჩა, ეს იყო თბილისურს ეძახიან, ხო? ზოგიერთ პუბლიკაციაში
ვიკითხულობთ თბილისური გასახსნელი ყამა, თბილისური გასახსნელი ხანჯალი, თბილისური გასახსნელი სატევარი. ესე მოიხსენიებენ. და ზურგს უკან ერთი ხანჯალი მიქონდა და ადამიანს მე ვთქვათ რაღაც ექსტრემალურ სიტუაციაში და ხსნიდა და ორი ქონდა. ანუ საიდან გაკეთდება შეტევა, რომელი მხარეს უკვე ორივე მხარეს ორივე მხრიდან მოსალოდნელია შეტევის გაკეთება. საოცრებაა მართლა რა. საოცრებაა. მე მგონი სწორად ჩავსვავ ახლა ამას ძალიან ერთი სიამოვნება არის ესე იგი შეხება ამ იარაღებთან. და აი საოცარი ხანჯალი, ხმალი. დიახ. ხმალი. აი სალტე სატევარი მართლაც საოცარი, რომელიც კამარზე არის დამაგრებული, აბსოლუტურად ადამიანი არ ჩანს, რომ შეიარაღებულია. და შემდგომ გამოდის ეს ბატონო გოჩა, ხო არ ვანახოთ მაყურებელს? აი თქვენ მოყვები ახლა ცოტა ამ სატევარზე. დაახლოებით 10 წლის წინ მოხვდა ჩემთან ქართული სატევარი, რომელიც იყო ფარულად სატარებელი ფოლადის კამარში წელზე. და იმდენად მომეწონა ეს იდეა, ეს არსებობდა, თუმცა უიშვიათესი არის. მხოლოდ ერთი მაქვს ნანახი და საერთოდ არც კატალოგებში და სხვაგან არ არის შემონახული. ყოველ შემთხვევაში დღეს მთელი კოლექციები, რაც კი არის მსოფლიოში, ასე თუ ისე გაშუქებული არის და ეს იყო ერთ-ერთი ეგზემპლარი მომიტანეს რესტავრაციისთვის ბელგიელმა კოლექციონერებმა და ისე მომეწონა, რომ გავაკეთე ახალი ესკიზი და შევქმნი მსგავსი სატევარი. ეს სატევარი სახელი ქვია ლაღი. ასეულად დავარქვი, იმიტომ რომ სწორად დაარქვით, იმიტომ რომ აი არის 100%-იანი დრეკადის, ფაქტიურად საცერში შეგილია ჩადო და მეფეს მიართვა, ესე რომ ვთქვათ, ჭედელი თავდახრილი, აი ესე თავისი ნახელა. ეს დავამზადე ამ წელს არის გაკეთებული 2025 წელს. არის ჩემი ორი ხელით დამზადებული თავიდან ბოლომდე. თან ახლავს ფოლადის კამარი, რომელიც ისე იგი შემოკრული აქვს ტყავი. საკმაოდ ისეთი ქარქაში ძალიან ესეთი რამ ხდება. აქ დაცვა, რომ არ ამოხდეს და შემდეგ ხანჯალი ქმნის ენწრეს, თვითონ ტარიც იხრება. და ეს იფარება ტანზე, როცა გიგეთია, საერთოდ არ ჩანს თუ გადაიფარებ. აი ესე ამოდის და აბსოლუტურად არის გასწორებული. ესე იგი, ეს ფოლადი ისე არის დამუშავებული, რომ არც წდება და არც გაღუნული რჩება. საოცრებაა და ჩვენ წინაპრებს ჰქონდათ ესეთი ამბობენ დავით აღმაშენებელმა 200 რაინდი რო შევიდა ჟარში, აი ეს დამალული სენი ჰქონდათო იარაღები. თუმცა ესე არის ცნობა, იმიტომ რომ თან ზემოთ ისინი შიშლები იყვნენ, გაიხადეს, რომ ანუ არაფერი იარაღი არ გვაქვს ჩვენო და აი ეს წელზე ჰქონდათ ეს შემოკრული. წელზე ჰქონდათ შემოკრული და ეხლა ვერავინ ვერ იფიქრებდა და შევიდნენ როგორც ესე იგი როგორც მოღალატეს. ამ დროს მოღალატეები კი არა ესე იგი, რა ვიცი, მაგათმა სულმა იდიდოს და უფალმა. ბატონო მამუკა, უკაცრავად. ერთი რაღაც ესეთი რამე არის, რომ დავითიო კარავშიო ამ 200 კაცს როგორ არჩევდაო, სილას შემოჰკრავდაო. სათითაოთო და შედიოდა ესე იგი ეს სილა თუო მეფეზე გაიწევოდა, ის კარგი იყო. აი ესე, ნუ ახლა მეფეს რა, მაგრამ თუ მორჩილად დახრიდა თავსო, ის ეს შეიძლება უფრო მხატვრული ფორმა არის, მე ვიტყვი ერთ რამეს.
ცალსახად ესენი იყვნენ ფშავ ხევსურები. მთიულეთი, ხევსურეთი, ფშავი. ანუ აი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა და იქ იყვნენ უძველესი სხვადასხვა ჩვენი გადაცემებით ვცდილობთ რომ აი ეს უძველესი ჩვენი კულტურა ფშავ ხევსურეთის ძალიან ეს არის იცით რა ცოდნა არის რა ცოდნას ფლობენ დღესაც რაც არის აი ქურუმული და სხვადასხვა ქვეყნებში რო ეძახოდნენ სამეფო საიდუმლო ცოდნას ჩვენი ფშავ ხევსურები და ჩვენი მთა ამ ცოდნას ფლობდა ჩვენ ყველა აი ამითი ცხოვრობდა და აი ამითი ცხოვრების წესი მეფური ცხოვრების და ქურუმული ცოდნა ქვია სხვადასხვა ქვეყნებში შემდეგ რო შევიდა გარკვეული დოზით აი და არიან ეს პიროფლიანები ზეძახოდნენ ხევსურეთში რომელთაც ფაქტიურად მხოლოდ ხმალი ჰქონდათ და პიროფლიანი იმიტომ რომ ფაქტიურად არაფერი არ გააჩნდათ გარდა ერთი ხმლის აი ეს ცხოვრობდნენ მათი საქმე იყო მხოლოდ ომი მეტი არაფერი აი სავარაუდოდ დიდი ალბათობით ძალიან ზუსტად აი ეს პიროფლიანები იქნებოდნენ ეს 200 შეწირული ფაქტიურად იმიტომ რომ ისინი იყვნენ მხოლოდ ომის მათ არაფერი არ აინტერესებდა და არაფერი არ იცოდნენ სხვა გარდა იმის ხმალი მათ ცხოვრება იყო ხმალი და ომი ყოველ წამს მზად იყვნენ სიკვდილისთვის ფაქტურად მოდით აი იაპონელებმა ძალიან კარგად ჩამოყალიბეს თქვა ბუშიდო და სამურაის კოდექსი და ჩამოყალიბებული ყველაფერი კარგად არის გადმოტანილი და თქვა ადამიანებს შეუძლიათ გაეცნონ ამას და აი ეს ცოდნა ახლა ეს პიროფლიანები და ფშავ ხევსურების ძველი სისტემა ბრძოლის და ეს ყველაფერი ეს სისტემურად და ჩამოყალიბებული ფორმით გადმოცემული არ არის და არ არის ისე პოპულარიზაცია არ აქვს გაკეთებული და ამის შესახებ არის ის ხალხმა თან მეტუმეტეს ახლა ჩვენს დროს როდესაც საკუთარ ისტორიას მაქსიმალურად ავიწყებენ და ცდილობენ რომ საკუთარი ისტორია დაავიწყონ და ფესვები მით უმეტეს ამ დროს მე მინდა ბატონო ტელემაყურებლებო გითხრათ რომ ჩვენ უძველესი ცივილიზაციები ისტორიულად ითვლება ეს არის შუმერები არიან ეგვიპტელები არიან ჰარაპანის ცივილიზაცია მტკვარ არაქსის აი ჩავთვალოთ რომ ჩვენ ვართ აი უძველესი ცოდნის და კულტურის ერი ანუ ჩვენი პროტოქართველებიც კი ანუ იმ დროიდან მოყოლებული ყოველთვის ვიყავით ამ უდიდესი ცოდნის ნაწილი და ამ კოსმოლოგიური ცოდნის ფლობელები ესე რომ ვთქვა იგივე ძალიან ბევრი მიმართულებით და საბრძოლო ხელოვნებაც ერთი მიმართულება იყო და აი რაც შეეხება დავით მეოთხე ბაგრატიონი აღმაშენებელს რომელიც მესიის მახვილი მსოფლიოს დონეზე არის აღიარებული და ესე იყო ეს არის უბრალო წოდებრივი ფორმა ნამდვილად რა დიდი ალბათობით ზუსტად ესეთი ეგ ფორმა მხატვრული ფორმა იქნება უფრო გადმოცემითი იმიტომ რომ ჩვენ ყავდა ესეთი მეომრები სასწაული აი 200 ადამიანი შევიდა აი ზუსტად იშიშვლეს აი რომელიც თქვენ გააცოცხლეთ ეს ხმალი ახლა და აგერ ტელემაყურებელ საზოგადოებას წარუდგინეთ და რა ვიცი ისეთი არეულობა და ქაოსი შეიტანეს რომ როგორია ხო წარმოუდგენელი რამეა ახლა ეს რომ 200 ადამიანი შედის ამხელა კოალიციაში და იშიშვლეს ხვლები და დაერივნენ ნუ არ ვიცი გოლიათის
აი დავითის ბრძოლა ზუსტად გოლიათთან, აი დაახლოებით ეგ არის ოღონდ გადმოტანილი ვთქვათ ბრძოლის ფორმაში. ასე რომ საოცრებაა ბატონო გოჩა, მე აღფრთოვანებული ვარ და კიდევ და კიდევ გამოხატავ ჩემ პატივისცემას თქვენს მიმართ. მე მინდა პატივისცემულ ტელემაყურებლებო გითხრათ რომ ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა. ჩვენ აუცილებლად გვინდა და გვაქვს სურვილი რომ რაც შეიძლება ჭიდრო და ძლიერი კავშირი შევკრათ ცივილიზებულ სამყაროსთან ყოველთვის საქართველოს იყო ნაწილი და დღესაც ეს ყველაფერი გავაკეთოთ და იმ შეძლების ფარგლებში რა შესაძლებლობაც მოგვეცემა. და მინდა ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ თუ რამეს დაამატებთ გთხოვთ. დიდი მადლობა. დინასტიურმა მამუკა-ბაგრატიონის ფონდმა ბატონმა მამუკამ პატივი დამდო გადმოცა ეს საპატიო წევრობა და ორდენის კავალერი ბრძანდებით. და ასევე წარმომადგენელი ნიდერლანდების სამეფოში. რაც არის ნიდერლანდების სამეფოში როგორც უდიდესი პატივი. ეგრე არის ოფიციალურად ზოგჯერ ჰოლანდ, მაგრამ მინდა ერთხელ მომცეს შენიშვნა სავიზიტოზე დიდი ხნის წინ დავაწერე ჰოლანდ და ერთ-ერთ შეხვედრაზე მითხრეს რომ ეს არისო. თუმცა ვიცოდი, მაგრამ რატომღაც მომწონს ეს სიტყვა და ბევრი ეძახის ჰოლანდს. მაგრამ ჰოლანდ არის ნიდერლანდის ერთ-ერთი 12 პროვინციიდან ერთი. როგორც მაგალითად საქართველოში იმერეთი ან ქართლი. და რადგან ეს მე-17 საუკუნეში ეს გემშენებლობა ჰქონდათ, დაცურავდნენ ეს დროშებით ჰოლანდ და დარჩა დღემდე ჰოლანდ. თუმცა მაგრამ ოფიციალურად ქვია ნიდერლანდების სამეფო. არის ჩემს უდიდესი პატივი. მე როგორც ისტორიის ორგანულად ვარ ჩემ საქართველოს ისტორიაში და ეს არის ზემოდან. ესე ვთვლი და იმედი მაქვს რომ შევძლებთ რომ რაღაც კარგი გავაკეთოთ ერთად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ასევე ჩვენს პატივისცემულ საზოგადოებას ყურადღებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. პატივისცემულ ტელემაყურებლებო, მე როგორც ყოველთვის ვამთავრებ ხოლმე გადაცემას. დღესაც იმ სიტყვებით დავამთავრებ ჩვენს გადაცემას. ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს. მომავალ შეხვედრამდე.